სამწუხაროდ ოლიგარქიულმა რეჟიმმა არ დატოვა სფერო, რომელსაც არ შეეხო და რომელიც არ მოინდომა რომ გაეჩუმებინა. ასეთი სიტუაციაა ტელევიზიებშიც დღეს. სამწუხაროდ ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიები იმ წნეხს, რომელიც მათია ფინანსური ვეღარ უძლებენ. ასე მოხდა მთავარი არხის შემთხვევაში, რომელიც ძალიან სამწუხაროდ დაიკეტა და ასე ხდება რეგიონალურ ტელევიზიებშიც. მე მინდა მხარდაჭერა გამოვხატო ტელეკომპანია თრიალეთის მიმართ, რომელიც ნამდვილად 2017-დან 2021 წლამდე იყო მოწოდების სიმაღლეზე, რადგან გორის მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელი ადამიანები სწორედ ამ ტელევიზიის მეშვეობით იგებდნენ თუ რა უსამართლობა ხდებოდა ადგილობრივ დონეზე, რას აკეთებდა ქართული ოცნება მაშინ, როდესაც თვითონ ავტომობილებს ყიდულობდნენ მაგალითად გორის ბიუჯეტით და ამ დროს მოსახლეობას უსახკარო დარჩენილ ადამიანებს ეუბნეოდნენ, რომ 100 ლარით ბინას იკირავებდა. მე ძალიან კარგად მახსოვს, როგორ ვაშუქებდი მათთან ერთად ძალიან ბევრ პრობლემას, რომელიც ზუსტად ამ ტელევიზიის მეშვეობით და სხვადასხვა ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიების მეშვეობით გაიგო მაშინ გორის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელმა. ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში ოპოზიციურად არსებული არხი ის, რომელიც გააშუქებს სიმართლეს, რეალურად რა ხდება. რადგან ყოველთვის ცენტრალური არხები ვერ დაინტერესდებიან ვერც შიდა ქართლის პრობლემებით და ვერც სხვა რეგიონის პრობლემებით, იმიტომ რომ ადგილობრივ ტელევიზიებს უნდა გქონდეთ იმის რესურსი, რომ საკუთარ მაცხოვრებლებს, საკუთარ თანამოქალაქეებს გააცნონ ის პრობლემები, რაც ხდება რეალურად და 2017-დან 2021 წლამდე ტელეკომპანია თრიალეთი სწორედ ამას აკეთებდა და მე ამ წლებისთვის მინდა მადლობა გადავუხატო მათ თვითეულ თანამშრომლებს, რადგან ჩვენ მათთან ერთად გვეძლეოდა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ახლოს მივსულიყავით მოსახლეობასთან და ასეც იყო. ასევე მინდა სოლიდარობა გამოვხატო უკანონოდ დაკავებული პატიმრების მიმართ, რომლებიც რეჟიმმა დასაჯა ერთადერთი მიზეზით, სამშობლო სიყვარულის მიზეზით. და საერთოდ ოლიგარქიული მმართველობა და დიქტატურა ასე მუშაობს ყველა ქვეყანაში, ცდილობს ყველა სფეროში შეეხოს, გააჩუმოს ისინი და გათიშე და იბატონეს პრინციპით იმოქმედოს. მე მჯერავს, რომ ოლიგარქიას მალე მოეღება ბოლო, ოღონდ ერთადერთი რეცეპტი არსებობს ამისთვის. ერთიანობა, ერთად დგომა და ცრუ მოლოდინების არ შექმნა. აი ამ ყველაფრით ჩვენ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ქვეყანა შეძლებს, რომ გათავისუფლდეს ერთხელ და სამუდამოდ რუსული მარწუხებისგან.